თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზაზა გაბუნია თბილისის ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას აპროტესტებს. გაბუნი ამბობს, რომ 2013 წლის 23 იანვარს თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული კომპანიების ანგარიშზე 1.282.500 ლარი კაპიტალის გაზრდის მიზნით ჩაირიცხა. ეს გადაწყვეტილება კი მერია მას შემდეგ მიიღო, რაც სინათლის ქალაქში ჰერმესში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და თბილსერვის ჯგუფში ეგრეთ წოდებული ბორდები შეიქმნა და იქ ნაციონალური მოძრაობის წევრი ყოფილი თანამდებობის პირები დაინიშნენ. ზაზა გაბუნიას მტკიცებით ეს თანხა დღემდე მათ ხელფასებს ხმარდება. დეპუტატი მერიას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. არ გამოურიცხავთ, რომ ეს საქმე წავიდეს სასამართლოში და სასამართლოს გზით მოვითხოვოთ ბორდების გაუქმება. იმიტომ რომ მე დავასახელე კონკრეტული მუხლი საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ 7.2, რომელიც საუბრობს, რომ ბიუჯეტი, ფულადი სახსრები, ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა იქნეს გამოყენებული პარტიული ამოცანებისთვის. როდესაც ვხედავ ჩვენ ყოფილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლის გვარს, აქ რა თქმა უნდა ნეპოტიზმზე შეიძლება საუბარი. ჩვენ შემთხვევაში საბჭოები შექმნილი არის კანონის შესაბამისად, ისინი ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებებს და მათი გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე თბილისის მერიაში არ განიხილება. ასევე ძალიან საინტერესო არის ბატონის ზაზა თბილისის მერიის რომელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სასამართლოში და რა სასარჩელო მოთხოვნის დაყენებას გეგმავს.